ამათან ახლა 2-1 გაუხადა. შენს ლაივი გონია თუ რა? არა, არ მიყურებია და იმიტომ. გაუმარჯოს ყველას, განსაკუთრებით აბა აქ რა მოხდა? აქ რა მოხდა? აი ამათ ვაიდაპარაკო მე მოგესალმებით მაინც ყოველ შემთხვევაში ეს საოცარი გადაცემა გვექნება. დაწყებულიო ჩაწერა. რა მოხდა, რას ეკითხები? გიორგი დემეტრაძეა დღეს ლაილაის სტუმარი, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა რომ გიყურებთ, გამომწერებიც მოგვემატა, კაი ჯიგრული კომენტარებიც გვაქვს, ჩვენი სტუმრები არის. დაიწყე ხა საკაიფო. შეიძლება ერთხელ რაღაცა დამამთავრებინო ბიჭო? დაიწყე. ნახვებიც არისო მანდიყავი და გააგზელე. ნუ კარგად მივიდა სტუმრები მოწონ ჩვენი განსაკუთრებით ჩვენზე უფრო მეტად რაც გასაგებია და დღეს ერთ-ერთი ესეთი სტუმარი ყავს. მოგესალმებით. გიორგი დემეტრაძე, რომელთან ერთადაც ჩვენ დავიწყეთ საერთოდ ერთ წლისი ლაილაი. კაჭრეთში. და ერთი წლისები ვარ და გვესტუმრა ჯიგარი ხარ. და ეხლა სანამ დემესთან დავიწყებთ ლაპარაკს, მე აუცილებლად უნდა ვთქვა, ჯერ გამოვიწეროთ ლაილაის YouTube არხი, დავალაიკოთ ვიდეო და ეხლა ამ ჭიქით. სადა ვართ? ერთი წლის ვართ. მაშ ერთი წლისები. ესე იგი, ჩვენ ვიმყოფებით ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში, 77 ნომერია ეს არის კოსტავა 77 ნომერი, სეტან და სეტე. და ეხლა რა ავიღე ხელში? გინესი. დიმას სრემლების ადგილზელო მინდა ვთქვა, გინესის აი ამ საოცარი სასმელით, სხვა შორის ძალიან მაგარი ფასია, ყველაზე მაგარი ფასია. შეგიძლიათ მოხვიდეთ და დიეტა მაქვს დაწყებული და დავარღვი ამის გამო დედას გეფიცე. ხო და ეხლა ნახე. დღევანდელ დღეს იტირა, იწკმუტუნა, იბღავა დიმამ დინამო სტადიონზე იმ საოცარი ისტორიული მოგების დღეს, მაო, აი ეს არის, დღეს არის, თუმცა ეს გადაცემა 26 მარტს იწერ ეს ვერ გაგაგებიებთ ეს რომ მიუშვა, ეხლა საერთოდ ვერ გაიგებთ რას ლაპარაკობს რა. მინდა შენი ჭიქა შევარდნი 26 მარტს გავედით ევროპაზე და აი მაგის მოყოლა უნდა და ესე მოკლედ შეიძლება და ამის თქმა. მე განვავრცე. ესე მაგარი იყო რა, რაღაცა кайფი იყო. კი, მაგარი. სად იყავი შე? ჰა? სად იყავი მოდროს? სად ვიქნებოდი? არა, სად იყავი, სად აღარ მახსოვს ზუსტად სად გავედი თამაშის შემდეგ? აი ხო, სად იყავი თქო მაგაზე. მე აღარ მახსოვს. სტადიონში ხო იყო? ჰა? დალია იმ დღეს? კი. იმ დღეს ყველამ დალია. დაიჯერე. როგორ გიხავდა? ბიჭო, დაიჯერე რა. არა, იქ ხო ყველა ჩვენ მაგალითად და ცოტა გაშიშებულები. ამას ეხაც არ ჯერას. წვეთში, რაღაც მომენტში არა. აი ეს ხო? რა, მოიც მაიკაზე უნდა რა გინდა? რა გინდა? ბიჭო, დიეტა მაქვს დაწყებული, დავიკელი. ეხლა დღეს ამის გამო ვარ ხო იმდენად ხევასი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაში უყურე? მეკარეზე როგორ გავს არა ჩერნოგორიის ანით კი ჰაიდენჰაიმის მეკარესაც ბუდუს მეკარე გეხვეწები მაგის ფოტო დავდოთ ხალხი გვეჭხუბეო მე პირდებით ხო ამას დავდებ და ავდებ და საქართველოს მონტენეგროს მეკარე აი გეფიცები თუ იგივე ტანზე არ იდგა ამ ბავში ბიჭო 19 ლამდელები ხო მაგრამ მე კიდე ვიკლებ იმას დაკლება არაფერი არ ეთყობა დემე არა ნუ ეხა შენ უკვე ასაკში ხარ და ის გონი მოქმედია ეს ასაკშია თუმცა მეც მეკარე ვარ და შენ ეს იწვნია აღარ გვინდა რა შე როგორ ახარ მოდი მაგი და კარგად ვთამაშობთ ფეხბურთს ხოლმე ვერთობით კაი ფორმაში ხარ არა ერთობი კი არა შენ ეხა იმაზე სპორტზე ხარ არა ხო ნუ ემზადები ნუ დაახლოებით რა კვირაში ორჯერ სამჯერ მაინც ვთამაშობთ ჩვენი ვეტერანების ნაკრები რატო ვერ იგებს საერთოდ ერთ-ერთ თამაშს ხო ისე ბიჭო არც ერთ თამაში მოგებული არა არც გაცილება ლატვიასთანაც ვერ მოვიგეთ ხო ვერავის სენიორ არც გაცილება აი ვიღა ადრე რო ჭირდა არა თქვენ ნაკრებს რო ჭირდა ადრე იცით ეხა თქვენ ამას წინა დაუკვირდი და რა არის ეგა ბიჭო არ ვიცი რა ვიცი ლატვიასთან უნდა მოგვეგო და ბოლოს გოლი გაგვიტანეს ორი ბურთი და რავი ნახოთ ბიჭო ყოფილიყო ფრე რა პენალტი არა იცი რა მაინტერესებს ყველა თქვენი საკაი ტიპები ხართ ყველა აი თავიდან რომ დაიწყო ეს ამხანაგური ხო ადრე ხო იყო ხომე და ნუ ღიპებით რაღაცა ისინი გამხდები ყველა ესე იყო მე რო უყურებ და იწყებ დაკლებას და ვარჯიშს ხანუ გინდა ბიჭო ეხავს რა ვარ ეხავს შენ ახლა არა შენ არ იყავ ახლა ისეთი მომატებული არა ვიყავი როგორ არ ვიყავი შენთან შედარებით კი ოდნავ მაგრამ ისე ფორმაში არა ეხლა კი მაგრამ მაშინ ვიყავი მომატებული როგორ არა მაგრამ ბიჭო ეხლა წეგან სანამ გადაცემას დავიწყებთ მომატებულ ფეხბურთელებზე პირველი ყოველთვის მახსენდება და გამახსენდება საზაჯანაშია ფეხბურთელობის დროს თან სალტოებს რო აკეთებდა საზაჯანაშია სალტოებს იმიტომ აკეთებდა რომ წამოკრა ფეხი გადაგორდა წამოკრა ისე ხო საზა უნიკალური ტიპია ორივე ფეხით ხო ურახუნებდა კი ეხლა წონაში რა ვიცი ეხლა გოლი ეგრე უფრო მაგრა თამაშობდა ვიდრე ხო იმიტომ რომ უფრო მაგრა თამაშობდა იქიდან რომ წამოვიდა მაქანით ბიჭო სპორო შეკრებაზე ნაკრებში და გზაში სადღაც გაჩერდა იქეიფა რომ ჩამოვიდა შემოვიდა ჩუდა იმან გააგდო არა ძალიან ჯამთელი იყო მაგარი იყო ძალიან მაგარი ჯამთელი არა თან ორივე ფეხით მაგარს უწყავდა კი მაგან ლაციოს უკნა საქმე ხო გახსოვს
შენ ახლა არ გახსოვს ისე არ გახსოვს ბიჭო ეგ მაგ პერიოდის თამაშები შენი ამას როგორ ახსოვს ისე გუში რო უყურა ბრაზილიას აი ამშავებული მაწვნის სუდი ვიყო თვალმეყურები ეგ ხა იმან ჩაგაწვეთა რაც ამაწვენა გარეთ არ ლაპარაკობ დიჯი ამან რაიც რატო არ დამიწერე მაშინ გამეს 4-ის ნახევარზე 4 საათია რატო არ გავიგე მაგრამ რატო არ მეძინა არ მიყურებია მართლა მეძინა რა ძიში წერდი შეჭება რა მეძინა რა წერი აღარ იმავსკენი ყველაზე ძინა და დრიმ მეზიზღება დიმა უყურებს ხოლმე არა დიმა ბიჭო ერთხელ ხო ჩავედი ნაპოლის თამაში და ვითომ ისიყო რა ერთხელ ჩავედი ნაპოლის თამაში უყურა და აქვე დიმას შორი მეუნება რომ ისა დიმას თუ დაეძინაო მე უყურეო რა მაგარი თამაში იყო და გამოვიდა არ ვუთხარი სპეციალურად და ბიჭო კვარამო ისო რა გააკეთა იტყუება და მიმოხილვა ქონდა ნანა TikTok-ზე ნახა ხო? ბიჭო ყვანის ფანტაზიური კარგიც მოუთხარ ნათქვამი აქვს თვითონ ნათი მე შენ გეუბნები ყვანის ფანტაზიური კარგიც მოუთხარ რაც ხა იტყუები რაზე დაურეკო ეხა ეხლა შეიძლება ვერ გაიხსენოს მაგრამ ნათია მითხრა იმიტომ რომ ვერ გაიხსენებს და არასებულა იმიტომ ყვები ბიჭო ბიჭო გუშინ უყურე დიმას ჩაეცი გუშინ არ გიყურები დემე შენ არ დაიბლე ჩვენ ესე ვარ არა გუშინ არ უყურები გუშინ რა ბიჭო არგენტინა ბრაზილია გადაო პირიქით გამიხარდა უნივერსალზე რო იყო მეთქი ხო ეგ დაწერე რომ ვიტო ყველას გონებოდა რომ უყურებდი კაი აღარ რატო არ დამიწერე კომენტარი ხო დიალოგში ვიყავ მე გითხრა როგორ ამოვიდო WhatsApp-ი ქონდა ჩართული მაგდროს გვანახე სანაერს მონახო ეგ ვინმეს ხო გაუგზავნე რომ რას უშვებიანო არა ატო ბიჭო მე არ მევასება ფუტბოლისტს ამან რაიც აი ხო უყურებ ეხლა უყურებ რომელზე იყო შესული ნახე გაფიცებს ბიჭო მე საერთოდ ონლაინ არ იყო მე რო დავწერე არავინ არ იყვენ და მე ყველა დილით ყველა იძახდა აი ცრიცი როგორ კაროჩე ფაჩულია თამაშებს NBA რო იყო სულ ყველა თამაშს უყურებ არ მჯერა ხმეჩი რა დილით ვგებოდი მაგრამ აწუს შევეწებოდი იმიტომ მე გავყავდათ მაგრამ უყურებდი რა მაგრამ უყურებდი არა აი ეგ თამაშებს ყოველთვის ბიჭო არ არსებობს მე ვერ უყურებ ბრაზილია არგენტინაზე მაგარია კალათბურთი კი კალათბურთი და ტენისიც მაგიდის თუ დიდი არა დიდი რა მაგიდის თო ეთე რო ითამაშოთ მე სადა არის აქა აქ იმენა აქა აი ამ ზავიდან აქ ეს არის ეს ხო აი მაგაში უნდა შევეჭო გადავაკეთოთ რა ჩოგნები გვაქვს ხო არის რა შენ ისეთი მაგარი მაგიდა გაქვს მოვიტან არა შენ საკუთარი ჩოგანი არა რა საკუთარი ჩოგანი თო აი ესე იგი ისე თამაშობს რა ხო ისე რა პინგ-პონგს კარგად მაგიდის ჩვენი ეს დოდარა ჯიბიზბილიაც ხო აგრა უბერავს ამენაცეჩი ამას აქვს მაგარი ტენისის მაგიდა ვინც არ იცის დაგუგლეთ ეგეთი არ გიქნება ნათამაშები ეგეთი მაგიდის ტენისი არ გიქნება დანახე ამ ხელა რომელი იმით არის ბიჭო დემე ბურთებით დოდა რა საიტში ხარ აი ყურე ხა ეს დინამო კიევის გოლებზე არ ორი ჩვენ და კალამ რო გაიტანეთ მაგაზე არ ვაპარაკო რომელი გოლი გაგისვა აი შენი გოლი ყველა მის კარში ბიჭო გამისწორდა რა დაბადების დღეზე ასწორებს ახლა მაინც რო შეაგდე ხო ჩემპიონთა ლიგაზე რა რიცხვი იყო 26 სექტემბერია და რა რიცხვი იქნებოდა ჩემ დაბადების დღეზე 26 დაბადებოდა პირველი ხوار იქნებოდა რა ყლეობა მითხრა ნახე ჩემ დაბადების დღეზე შევაგდე მე გიორგი და ბიჭო ვის გაუტანე ვის ანდერლეხს ანდე აი მაგაგრას აი ეგ ხო განახე ამოჭრილი ვანახე აუ რეკლამა გაიშ დემე გახსოვს რეკლამაში ფულზე ბაჩოკით რო უგორებ ძალიან კლასნი გოლი ეგ არის დემე გახსოვს დემე ნოდარა სახსოვს შენ გახსოვს ძალიან მაგ რა დაბადების დღეზე არ ახსოვდა გადაობა ეგ არის ამიგოებო ვაფშე საერთოდ არ ახსოვდა თავისი გოლები ამოჭრილები რაც ვანახე Facebook-ზე რაც მიდევს ვაფშე არ ეს ზიდანი იყო ხო უდირო ჩადაწოდა როგორ გავდა ხოტრილები ვართ სულ ყველა ყველას გვარი გახსოვს ახლა მათი შენი გუნდელი აი ნახე აი რა ჩათალახურად დაარტყი ბიჭო მეორე ბაჩოკი აი ეს ის სადგარბის ნახე ეს საწავიდა ეს საჯზე ისე იყო ხო ის ჯარიმა რონი იყო კი რა ჯარიმა ბიჭო აი ნახე სადგავ ხო აი ეგ უკვე უბურთოდი გარაფერი თო რა ხადაო მაგრამ იმარა მაგრა ჩააწოდა ისე ხო იმან მაგრა ვინ იყო კაი ეს როა ჩვენო დაგბლოკავე ხო კი ეგ რატო და ლიგა ბლოკავს ეს YouTube რატო აი არ შეიძლება და რამე ლიგას ბლოკავენ შენი გადაღებული თუ არა ეს შენ Facebook-ზე დევს მაგრამ ეხლა ნუ ჩემი ხო არ არის რაღაცა გვერდი რა ზოგადად რაღაც კომპანიის ანარქის ხო და ჩემთან არა რეალობას დაუბრუნდეთ ეხლა ჩვენ ნაკრების შეჯამება გვინდა რა ობიექტურად და მოდი ეხლა ძალიან მაგრად ვიკაიფე ფეხბურთით წონხებთან რა კი ანუ ამათ ჯერ ნუ დანდო ფეოლა და რამ დანდობა არიცია ფაქტია კაიფობენ ამ ფეხბურთით რა და აი ძალიან პირველი თამაში იქ მოვიგეთ მე იქ ნომრები მოგპარეს იცი ხო ეგ
ხო, გავიგე. ხო და არა, აქ რო ჩამოვიდა თვითონ რომ უხსნეს თავის აქ ჩამოვიდა ეს მიზნები? არა, იქვე დაუბრუნეს $100 გადაახტევინეს, რაღაც ანგარის უტოვებდნენ თურმე და მე თავიდან რომ მითხრეს, მეთქი ბიჭო, გადაავალთ ეხლა და ზღოლი რომ მიდიოდა გადაღებაზე მოხსენი და რამე და არა, მოპარეს ბიჭო. $100 და მერე აქ რო თვითონ ჩამოვიდნენ მანქანებით, თვითონ ხსნიდნენ ატვირთკები და ქართველები ჩავარდა ჩვენთან უგეშინია მაგას არავინ არ კადრულობს აქთან რამე და მერე რა ვიკადრეთ სამაგიეროდ. ნუ ხო. და შენ ერთხელ გაქვს სომხეთთან 2000 წელს ერთხელ ითამაშე. ეგ რა არის, ეხა არ ვიცი რა ვინ, გული დაჯარიმებული არის, ხო? ჯერ არ ვიცილება კონდა, პირობითი იყო, არა. ნუ ეხა ხო ხვდები ალბანეთთან სამ კომპონენტში დაგვაჯარიმეს, ანუ პიროტექნიკა, რაღაცა იქ მაშხალების სროლა, იქ სტრატეგიული შესასვლელების გადაკეთება. ხო, რავი, რამდენი კრიტერიუმი. და მაგ 46000 евро თუ რაღაც გადაახტევინეს ფედერაციას და პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს, პირობითი. ეხა ეს გამეორდა. თურქეთთან გვაქვს სახში თამაში დო. თურქეთ, მაგრამ კაი იქნებოდა პირობითი ჯარიმა. ეგ იდეალური იქნება. მაგრამ უნდა ვიწვალოთ, რომ ჯარიმით გამოვძრეთ. ჯარიმით გამოვძრეთ. რას მიიღებს ის სადისციპლინო კომიტეტი? თან ბევრი. მოდი ჯერ თამაში შევაფასოთ თვითონ ნაკრების მდგომარეობა დღეს რა. ეხა ბ-დივიზიონში ალბათ უნდა ვიყოთ რა, ძალიან ხოშენად ვითამაშეთ. კი, გასაგებია რომ სომხეთი არ არის დღეს რაღაცა პიკზე და არ არის ძალიან მაგარი გუნდი ამბავი, მაგრამ როგორ შეაფასებ შენ? მოდი ეხა იმ ბანალობებს არ დავსვავ რა. ეხა თქვენ თაობა იმ თამაშს ადრე ნასაუბრები გვაქვს. ის 7 იყო, ხო? კი. რა 7? შოთი მშია რა, 7-0 იყო შოთი. ყაველა, კინგლამ და 2 აჩინე. შოთი. აჩინე. ხო, ზუსტად არ მახსოვს. ჰეტრიკი, კინგლამ და ყაველამ და აჩინე. არა, ერევანში მაგარი თამაში იყო, მეთქი რო დაიწყო თავიდან, ო ეხლა მინდოდა მეთქო, თავიდან რო დაიწყო ცოტა შემეშინდა, მაგრამ პირველი მაგარი ბურთი გავიტანეთ და ამის მერე სომხეთის ნაკრების. რატო შეგეშინდა? ჰა? სომხეთი. არა, შემეშინდა რა, ეხლა რა შეგეშინდა. არ ყოფილა რა. ხო, მაინც რო დაიწყო თორე. კოჩორაშვილმა რო შეაგდო, მერე ცოტა აირია სომხეთის ნაკრები და მერე უხე კონჩეტევაზე მეთქი. ბევრა წინა. კი, ბევრა. იცი რას დავაკვირდი? ძალიან ცუდი ნაკრები უნდა გვყავდეს, ან ფორმას გულისხმობ, რომ წავაგოთ, ეხლა საწყენად არ ვამბობ, ეგრეა, რაც აგვიგია სომხეთთან. ეხლა ესე იგი ძალიან ჩამქრალი ნაკრები უნდა გვყავდეს. ეხლა სომხეთს ძალიან ცუდი ნაკრები. კი, იმიტომ რომ თქვენ დროსაც რა იყო რომ არა, ხო, ყავდათ მაშინ ქონდათ რაღაცა შედეგები რა, ეხლა ჯგუფში ყველაფერს არაგებდნენ, მაგრამ არა, ეხლა 2-3 წლის წინ ხით არა რო იყო და ისინი გუნდი მოვიგეს ხო, ჩვენ ხო მოვიგეს კაცო. კი, 20-21 იყო რომ მოვიგეს. უელსში მოიგეს მაგათმა გასვლა აღარ მახსოვს. კი. არა, კონდათ ეხლა არის სრულიად ხო, ეხლა ძალიან ცუდი ნაკრებია სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს. დავიწყეთ იქ კარგად თბილისში, ნუ ეხლა თბილისში პირველი ტაიმის შემდეგ ეხლა მე არ მეგონა ხო. აზრი აღარ ქონდა უკვე. მეთქი არ გადაულე. დაინდობენო? არა რა. ასე ხალხი წერდა იქნება უთხრა, მე რა უნდა უთხრა, ხა მაგიჟებს შე. რა, მე მწერე რა უთხრა რა ბეჭები გაჩერდნენ სირცხვილია. კაი, ვეთქვი მეთქი რა. ხო, უხარე. აი რა უნდა ჩემი აი ჯერ ის ხო ვთქვი წინაზე რეალი რო წააგებ და მე მაგინებდი შეჩე. ეხლა მეუბნებიან იმას უთხრა, ვის უნდა უთხრა, მე ვილის უთხრა, ქოჩორას უთხრა, ბიჟორს უთხრა. ნუ გავუტადეს ეხლა მე გავუტადე რა. შენ ხო ეხლა ფორვარდი. ძალიან მაგარი ფორვარდი აქ ეხლა რო არ გაიყვანა შეიძლება შეეგდო. აი რამდენმა შეაგდო. ნუ მაინც ეხლა რა სტატისტიკა მეორე ადგილზეა უკვე მაგარი. კიდე ჩააკაპიტნეს. მე ვისწავლეთ ეგეთ ნაკრებებთან პირველ ნომრად თამაში, შენი გადმოსახვა. შენ როგორ გონი? კი. მე მაინტერესებს. შენ მეუბნები ხოლმე არა, მე ამბობ წინასწარ. ეგეთ ნაკრებებთან, ხო? ზოგადად ჩვენ ეგეთ ნაკრებებთან. კიო, ხო. რო არ გინდოდეს უნდა ითამაშო, ხო? ეს როგორ არის? ეხა კამერებთან ტიპობს. ბიჭო, ხელი გააჩერე, პარალილში, მარცხენა სატო არა. მარცხენა სხვა რამეში გჭირეთ, მიდი. რაღაცას რო ეტყვი ხოლმე და იცი რა, ჩვენ ეგრე წინასწარ ნოვიტყვით, ეგრევე დაიწყებს ხოლმე მე გადავება რაღაც თავანკარა ქართულობას და ნუ ეხა ეგეთ ნაკრებთან თბილისში რა თქმა უნდა პირველი ნომრით ითამაშებს ყოველთვის. იქაც და აქაც. სულ ყოველთვის ეს ნაკრები თორე. ეს ნაკრები ხო, აბა ეხა სხვა ნაკრები არ ვიცი ეხა ჯერჯერობით ეს ნაკრები ყოლდა სხვა რო იქნება მე აი მონტენეგროსთან მსგავს გუნდებთან რაც ნახეთ აი ევროპაზე სანამ წავიდოდით ამხანაგურები მონტენეგროში ხო ანუ გასვლით მატჩებშიც რა ეგეთ გუნდებთან რაღაც ბურთს ვიჭერთ უკვე ჩვეულები შენ როგორ გონია რომ 4-4-2 თუ აი როგორ უნდა ვიცამაშ ესეთ ნაკრებთან 4 ესპანეთთან 3 მარტო 3 და მეტი არა ვინ ეს 3 ვინ უნდა მე რომ მეღადავება ხაო ვინ უნდა იყოს ეს 3 3 გოგლიჩა უეჭველი უნდა იყოს მეორე
აი შენ რა უნდა თქვი ვინც იქნება მაგარ ფორმაში იმას დავაყენო ეს ის არის მიმართეთ პრეცედენტს ვიბრძოლეთ ბიჭებმა კომენტარი არა სულ 3 უნდა იყოს სულ მეტი არ გადავები რა 3 ესპანეთთან მიჯო რატო რა ესპანეთთან არ გვაქვს მოგებული თუ კი მაგარი აქვს ერთი გაქვს ამხანაგური რა ჩავალამ რო გვაგინა მოდი გადავიდე ჯგუფზე აი დავალა მაგრამ მიყვარს და მაგრამ დავალა კაი კაცია ჯიგარი მაგრამ ფეხბურთის ჯგუფზე გადავიდეთ იმაზე რაცო ეხლა ჯგუფზე სიკვდილი ახალგაზრდებზე არ გინდა საუბარი ახალგაზრდებზე ნუ სამწუხაროდ ეხა კაი მე ვილაპარაკო მე ვილაპარაკო ჯგუფი რატო სიკვდილის ჯგუფი არა სიკვდილის ჯგუფი არ არის ეხა რა ესპანეთი ბულგარეთის რო ხავს გუშინ სიკვდილის ჯგუფი როგორ ახარ ბიჭო სიკვდილი არის 4-ვე რო გამსვლელი ტიპია ეგრე ქვია ვაფშე სიკვდილის აი თურქეთი ყავს ესპანეთი ყავს ნუ ერთი ბულგარეთი შეხარ ხო მაგარი ჯგუფი არ არის სიკვდილის ჯგუფი როგორ არის ბიჭო სიკვდილის ჯგუფი არის ინგლისი იტალია ბელგია და ეს ეგ არის სიკვდილის ჩვენთვის არ არის სიკვდილის ჯგუფი ჩვენ ხა სიკვდილის ჯგუფია ყველა აი არა მაგარი მაგარი ჯგუფში იცი კაი გაგვიმართლა მაგარი ჯგუფი უკრაინა მოხდა მგონი ხო ისლანდიასთან და იმასთან თუ არ ვწდები არ მახსოვს თუ გინდა ნახო მაგრამ ეს არის ხო მგონი ყველაზე ისეთი კაი ჩვენ ჯგუფზე ვისაუბროთ არა ჩვენი ჯგუფი ხა ძლიერია ნუ ხა ესპანეთი და თურქეთი ყავს რა თქმა უნდა არა თურქეთი რა თქმა უნდა ხო კი ძლიერი ჯგუფი ბოჩა ეგორია და ვიწყებს თურქეთი კი ბიჭო აი ხო დაგიწერენ ეგ სიკვდილის ჯგუფის განმარტებას ხალხი YouTube-ზე ეს გადაცემა რო დაიდება მე 4 გუნდი ხართ 4 ხართ ჯგუფში აქედან 2 არის ლიდერი ერთი არის ბულგარეთი ვინ არის ლიდერი ბიჭო ესპანეთი არა მოიცა ელიტა თურქეთი ინგლისი იტალია ბიჭო შუაშია იტალია მაგარ ფორმაშია სიკვდილის ჯგუფი რა არის განმარტება ბიჭო დღეს შენთვის სიკვდილის ჯგუფი არ არის თურქეთი შენთვის დღეს შენთვის არ არის სიკვდილის ჯგუფი საქართველოს არ აი დიმა რა ესა ზედმეტს არის რა და ტიპი კაი უნგრეთს ეთამაშა გააპეს და ყველას ნუ რა გაგვიტრაკე საქმე ჩვენ ორ კაც რატო იმას გიშვები გვაგულიგებო მე გაბიჭო არა შენ რა რეებს ბაზრობ ხა სიკვდილის ჯგუფი როგორ არის ეს ნახევარი წიკადალია და სულ დამთავრდა შეჭი აა ბიჭო სიკვდილის ჯგუფი არ არის კაი ჯგუფია გუნდია რა თურქეთი ბიჭო გაჩერდი შეჩემა ეხა მართლა ხო არ არის ინგლისი ხო არ არის არც იტალია არც გერმანია თურქეთია კაი მაგარი ფეხბურთელი მაზარი არ არის მოვიგოთ ბიჭო მე კი კაი მწვრთნელია მონტელა შეკრული ნაკრები ამასილო პირველი რაც შეიძლება ყველაზე ცუდი იყოს უმაყურებლოთ მაგრამ არ ამგონია არ არის იმედია უბრალოდ მე იმ ტიპებს უნდა უთხრათ რა ვინც ეს გააკეთა იმ ბავშვებს რა არა ხო ესეთი რაღაცის გაკეთება ბავშვებს შეიძლება არა ეხა მეორე კუთხე არის აქეთ თორე ეგრეც არ არის ეხა რა ის ბავშვი გადავიღე გავიგე იქ ისეთი უსაფრთხოება უნდა იყოს მაგრამ არ შეიძლება არ უნდა გადმოდიოდნენ თო ხო მაგრამ როგორ ბევრი ხალხი უნდა და არა უცალაგო უნდა რა როგორ უნდა გაუწვე ხა რომ მოგაწვევიან ის ხო არა ბიჭო ბეტოს ხო არა მოაჩვენე ჩვენი ვიყავით აი უყურებთ როგორ ის ხრენს ბიჭო აი მაგრად ეხავს გამოსავალი ხო გადახრა კიდე აი მაგის როიძახი დაცვა და ესა აი ნოდარასტანის ერთი 100 კაცი რო იპოვო ჩემყლეს ვინმე გადმოვა იქ მაშინ რაღაცა უნდა ჩამაცვა კიდე მაგრამ მე ვერ გაარა არა მე კი რას იზახის ვერ გავეკიდე შენ გლობალურ დათბობაზე რას ფიქრობ აი ეს ნოდარამიც მე ნოდარას რო შეხედო გლობალური დათბობა მოხდა ამის თავზე შუბზე და თავზე ტოპ მიოლერის ძმა მიცის გლობალური დათბობა შენ უგეჭდა ისე დათვა ეს მე ვარ ისე დათვა ბოზიშვილი უყო პრიჩოსკა უკანა აქვს თუ წინ ჩემყლეს გააკეთე ეგ ნახე რა დემე პრიჩოსკაზე გამახსენდა ისე თმა ისე გაქვს რომ დავარცხნილი სავარცხელი ყლეს მოხჭა. თქვენ დროს იყო ეგ. არ ვიცი მე რომ გავიდესო და ხარ შეიძლება. მე გეტყვი ვინ თქვა და ვის უთხრეს? ეხლა პოსტად ეხავს ვერ. არა ეს შენ ყავს სომეხი სტილისტი ედიკა. ხო, ედიკა Facebook-ზე სტილისტია. არა, ვაფშე არ შევშ. რაღაცა ჩვენებს მაგრა უგებენ რა. ჩვენებს? ეს მე მოუგონე, მაგრამ უნდა დაედო რა. ჯგუფზე. ხო, აი ჯგუფზე ხო, ნუ ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი ძალიან ცუდია. აი შენახე ბულგარეთს, იქ ხომ მოუგეთ? კიდე მოუგეთ? არა, რას გეუნები, იქ ხომ მოუგეთ? აქ ვერ მოუგეთ. ხო, აქ მოუგეთ, მაგრამ მაშინ სხვა ამბავი იყო. ხო, რა ბულგარეთია, ნუ მაინც გინდა არ გინდა, მაგრამ აი გვაქვს ანუ. არა, გეგმით. ორი მოგება ბულგარეთთან ყველა პონჩი. უნდა დაგეგმო. და თურქეთთან აქ, თურქეთთან სახში. რომელიც არაფრით არ შეიძლება, რომ ხარელი ხალხი. არა, ხალხი თუ არ იქნა, რავი, ეხლა მართლა ძალიან გაჭირდება. იმათ უფრო გაუადვილდებათ რა ყველაფერი. იქ ჯერ ერთი ევროპაზე თურქეთს რო ეთამაშა, ჩათვალე სახში იყავი, ისეთი ამბავი იყო, დო. ტრიბუნაზე ჩვენ ვიყავით რა. დორტმუნდი ინგრეოდა, ხო? არა, ნახე
რამდენი მილიონი თურქი არა ძალიან ბევრი იყო ჩვენ ძალიან ბევრი რას გეუნები უფრო მეტიო სწორი ბიჭო გერმანიაში ცხოვრობს 5 მილიონი თუ რაღაცა თურქი აღარ მახსოვს ხა ზუსტად გავიგე ბიჭო მაგრამ ყველა თამაზე როგორც სახში ისე ვიყავით ჩვენ ხა პირველი ევროპის ჩემპიონი არა პირველი ევროპის ჩემპიონატი იყო ძალიან ბევრი ხალხი იყო და ჩვენთვის კარგი იყო მაგრამ რას გეუნები ნუ ხა თურქებიც იყვნენ იქ ბევრი კაცო ვიცხოვრობენ ბიჭო რას ვარ სტადიონი ეგენი იყო და ჩვენ ვიყავით ბევრი ეგენი უმეტესობა დროს შევედით სიგნალი დუნა პარკზე სანამ ფეხბურთი დაიწყებოდა თამაში გახურების დროს ატყდა თურქია შენს გობას ფიცაო მეტი 1-0 უკუია აი უეჭველი 1-0-ია ისეთი ატმოსფერო გქონდა ერთი როდის გახდა ერთ-ერთი მე ხოჩოდა ერთ-ერთი გახდა ნოდარო ტუალეტში გავიდა გამობრუნდა აღარ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ გინესე ნოდარი კი გითხარ მეც მინდა გითხრათ იმიტომ რომ მე ზოგადად ძალიან დიდი ისეთ ლუც მოყოლია რომ არა ეს ავიცი ახლა აქ ყველაზე მაგარ ფაში აქვს ჯერ ერთი სულ ახალი და კარგი გემრიელა თავისი გემოთი და უხდება გარემოს და სპორტს და ეს ახლა ემზადება რონალდინიოს უნდა დაახიოს ბურთთან და მაგიტო მარშ არა იმიტომ კი არა ევსო მე უნდა მოვითენთო და მე მეძინოს 1-3 საათი ან მე უნდა გადავა ბიჭო აგერ დაგაწვენ და ყველაფერი სიტუაცია გვაქვს აქ 3 საათი მეც მოგიწვევი და ვიბაზროთ რა თან რა არა მე დავრო ისოდეთ რომ ეს თემა აქ არის მოკლედ ერთ-ერთი საუკეთესო მართლა ძალიან კარგი და იმან დალია უკვე ერთი რაღაც მე ვიცემ ახლა მე ერთი რაღაცა მინდა გითხრა დემე რო დემეს ურეკავთ გვინდა რომ გადაცემაში მოვიყვანოთ რა ხო და ნუ და აიღო თავის ესეც ხო მე ხო არ დააურეკო ამ დროს თუ ძირითადად სტურე მომყავს მე რა მაინც რა ესე გამოდი საბოლოო ჯამში რა არა არის ეგრე რაღაცები მე არა აღიარე ვინ შენ ვინც მოყავს ეგ არ დამაწყებია აქ როგორ მოდიან მე აქ რა რო გვაყირავეს და ამოგდებულები რო დაგტოვეს რა კაი შენ გადაცემაზე გაჩვდი ახლა რა ერთმა გვაყირავა გაჩვდი ერთმა გაყირავა შენი მოყვა აი და ანებე თავის გაჭირება იყო შენი სფეროდან არ არის არა ამის სფეროდან არის შენი სფეროდან არის და გიხე რა მოხდა ახლა გეტყვი რა ნუ ეს წეს რომ აუ დემე არ პასუხობს და მე ეგრევე გადმომირეკა ასლია რა და მე და დემეს ადრეს გვაქვს რაღაც ეგეთი რაღაც ეს ატყალი ქართლოს ეგეც მინდა გავიხსენო რა მერე და გვიყვარს რაღაცა ესეთი რაღაცების დადგმა ნუ ეხლა გვიყვარს იმას კი არის რომ ერთად ვარ და სულ აკეთებ მაგრამ როცა გვაქვს შანსი და მე ვთქვა დემე რო ჩაგვივარდება შანსი ხო როცა შანსი არის უნდა ამატყოფი ლოგიშვით როგორ არის დემე უთხარი რომ ნოდარი ეხლა გირეკავს მეთქი მაგის ნომერს არ იღებ და თუ ძმახარ ეხლა რო აიღებს თქო უთხარი მეთქი რომ მე თქვენთან არ მოვარ თუ ჩემზე გაქვს რაღაცა ყრეობები ნაბაზრები თქო რა და ეს შედგა ეს ამბავი თუმე რა უკვე და მე და ეს ამ დროს მოლაპარაკებულად რომ აქ უნდა მოვიდეს რა და ნოდარი რეკავს ჯერ დაწერა დემემ დაგირეკა ჯგუფში არა მეთქი რა დამირეკა ხო მეთქი დამირეკა მე გადმორეკა სალომესთან ერთად იყო თავის მეუღლეს ერთად მანქანაში პიკეზე ჩართო რომ შეეცოდებინა მის თავი ეთყობა რა ვიცი ტიპი მოუკვდაში ისი ამდენ ჩათალხში გავლი როგორ თოხლე შენ ხოთაშურის ვერ მომატყუე ამან მომატყუე ეხა იცი რა გამახსენდა ეხა რა გამახსენდა იცი შენ ეხა რა ჩურჩულები გამახსენდა მე და დიტოს დაურეკ აი დიტო რა თქვი მივხვდი რომ გაიგე ეხა დიტოს იცახის ხანივას არა ბონდოს არა ინტონაცია უკვე ის იყო და იმან დამაჯერა მე შენ ცოტა მეთქი ვღადაობს რა ხო ეხა ძალიან ისე მეთქი არ მე დავფიქრდი მეთქი რა უთხარ რა მაგარი მოკლედ პირიქით კაჭრეთში გადავიდა თან ისტიმარს არ იტეხავს ხოლმე ხო არ უნდა და ნუ უნდა ძმაო შენს რეები იძახა ვაფშე არ იცი მოჟე არ ვამბობ პროსტა რა ვიცი არა ვარდები ნუ გეშინია ისეთები იძახა თუ არ უნდა აი შენ აბლატავდნენ ესენი და ორი გოლი გაუტანია ბიჭო და აი ეგეთი სულ ხო და ესიც კიდე ავტოგოლები ვიღაცებში ვაფშე და მაგა ვერ ითამაშა ძმაო და ეგეთები იბაზრა მე ხა თავი მოგონია რომ ჯერა ხო აკრებში 4 ხო მეტი არადო მეტი რა უნდა და გამაზული რამდენი გაგასატანი ბიჭო მაშინ ძალიან ბევრი თამაში არისო არისო მაშინ იტალიები და ის და თასი ვიშეთებს ეთამაშებოდი და ეს საუკუნის ეხლა გამოშვებით არის თამაში საუკუნის სევი ხო იცი რომელია ულტრაფორზე არის სურათი გამოკვდა არა ნუ ის ხო რანაირად გამასე მართლა რანაირად გამაზე ბიჭო არისო მე ხა გამეორებას რო უყურებ გეფიცები მაგ ძალიან ძნელი გასატანი რანაირად ბიჭო მე კარი აი მხელ ადგილია კარში არა ნუ იქი წავიდა და რო დამერყა ბიჭო ხო და ეხლა ჭრიდა კერავ მე მეუნები რომ რანაირად იყო არა როგორ არა ძალიან ადვილი იყო და გამომაზე მეთქი კაცო იეროს ხო ათოხალე კარგად ნუ მაგი ხო მაგრამ იქ უნდა გამეტანა და ჯგუფში რჩებოდა მანჩესტერი ბიჭო მე ვიყავდა იქ თამაში მე და ისე თქვა ფერგიუსონმა მარტო ერთ კითხვაზე ერთი კითხვაო და რას ფიქრობ თამაში და თამაში არის მაგრამ აი შავი ტიპი რო იყო ბო დიდი მადლობაო
შენზე თქვა ბუში. ისეთი შავები ყავდა, ჩემი შავი გაუკვირი დატო. ეთქობა კაი, მაშინ სიმპათიზიო იყო რა. კიევის დინამოს თეთრ მაისურში იკვეთებოდა შენი შენ რა მანჩესტერი იყო მაშინ? ესე იგი ჯგუფზე, ესე იგი უნდა გავიდეთ პირველზე ან მეორეზე? ნუ პირველზე ეგრევე მიდიხარ და მეორეზე როგორ გახვალე ხარ შეერა. თურქები იქნებიან კონკურენტები. გერჩა ჰოლანდია ისე ესპანეთის ნაცვლა. რავი, თამაში თუ უყურე ერთი იყო რა მე მგონი რა. ბიჭო, პენლებში მოიგო, იქაც და აქაც, მაგრამ ითამაშა ჰოლანდია. არა, უბრალოდ ბერჯერ შეხვედრით ვართ ამათ. აი, იერდა ჯობდა რომ მრავალფეროვნების ნიდერლანდები ყოფილიყო რა. ნუ ეგ რა ვიცი მე. არა, შანსი არა, კაი გუნდი ყავთ, ეხა ჰოლანდიასაც მაგარი გუნდი ყავს. აი, იტალიამ ვერ არა. იტალიას რატომ ვერ ვიყო? არა, ვერ დამაჯერა თქო ისე თქო რა. ბიჭო, ეგენი ხო იცი როგორ არიან? ერი გადიან და ეხაც როგორ იყვნენ რა, ჰა. არ იყვნენ, ვერ ითამაშეს აშკარად. ჩვენი იმაზე რა ქვია, ჯგუფი ახლა გაცი მოხდა გასაგებია ხო, კაი. იქ არის ისეთი ჯგუფები, რომ გადახედო, რომ იქ რატო არ ხვდებით? ბიჭო, ხო და შეიძლება რომ ერთხელ მოხვდე რა, ჩემი. გადახედე მეთქი იმ ჯგუფს, გადახედე მეთქი. ისეთი ჯგუფებია მართალი, ისე ნოდარა მართალი თქვა. არა, მართალი. აქედან გამომდინარე ხა რა ჯგუფი. ეხა დაუკვირდი. არა, ეგეთ ჯგუფები არა, ერთია რაღაც ასაულის. არა, გეუნები მეთქი ისეთი ჯგუფები ხა ნახე. რა მაგარი დრო დადგა რა, მეტოქე გუნდის მწვრთნელი დგას ახლა და პრესკონფერენციაზე იძახის ჩვენზე რომ გადახედეთ იმათ სათამაშობენ იმათი ფეხბურთელები პირიქით იყო ხოლმე ყოველთვის. ეგ ძელია საერთოდ. ჰა? ვინა? აი ეს ტიპი ვინა? ყოველთვის რა ჩვენი მეტოქები გოლები. აიაქსის მწვრთნელი იყო. ბიჭო, რეები თქვა რაღაც იდიოტი. იმიტომაც მოახდინა. ეხლა რა თქვა? ერთ-ერთი წააგ ორ თამაში. ეხლა უნდა დავждო იმათ, დაველაპარაკო ერთი რა უნდა ფედერაციას. ეხლა გითხულო, ჩემაც ერთ-ერთი რო წააგე. რა უნდათო? რა უნდა, გავარკვიო რა უნდათო ვაფშე. რატო ჩავამიყვანეს ალბათ, რა მინდა ვაკო. და მანდაპირებდნენ იმას ბიჭო, ეპატიშებდნენ კასტილია და რაულს. ჩამოდიო, ერთ-ერთი შეთავაზება ეგ იყო. რაულს. მოდი, რას გეტყვი ხარ? რა უნდა ქნას მწვრთნელმა? თუ ეხა ფეხბურთელები არ უნდა წახვიდეს, მაგ ეგეთ გუნდში და არ უნდა იბლატაო რა. მე რატო იწებ ხო ლაპარაკს? აი რომ აი ქეცვა ხო გახსოვს, კი გაგიჟებული იყო ნაკრებზე ბიჭო რა. აი ყოველი თამაში მე აი ტიპი გაგიჟებული იყო. ერთ არ ყავდა ფეხბურთელები. მართალია კი. ეხა ამან რა ქნას რო არ აყავს ფეხბურთელები. ხო და რა უნდა ქნას? ერთი ადგილი უნდა დააყენო, რო იძახი პრესკონფერენციაზე. დავატრიალებდა. უთხრას რომ არა, ერთ-ერთი თამაშსო. რევანშისათვის ბრძოლებთ და ხანო ეხა რა თქვას რომ მეტოქე რა უნდა ხო არის არა ეგ პირველ თამაშს მე დაიბარეს ნუ და ეგ და უთხრეს რომ ეხა დუხი მოიყვანე რამე მე თქვა თორე მანამდე იცახდა ნახე ჯგუფები? არა, ეს არის. ვეცდებით კარგი და მე ისე ყველაზე მეტად ხო არის ფეხბურთელს ხა აქვს რა რომ აი ნაკრებშია გინ კლუბშია რომ აი მის წინააღმდეგ მათამაშა აი ამ გრანდის წინააღმდეგ გაბო რომ იყო რომელიმე შენთვის აი ქონდა ვაფშე ეგ რომ აი როგორ არა ხა გრანდებს რო ითამაშები რა არა აი რომელ ვისთან გინდოდა რომ არ შეხვდა რა ნაკრებში ყოფნისთვის ხა ბევრია ეგეთი ხო არ მოგიწიათ ბევრთანაც კაი იტალიებთან ითამაშეთ რაღაცა იყო რავი მაშინ გრანდები იყვნენ რავი გერმანიასთან გერმანია კი პატარა ვიყავი ძალიან მეტი ვინ არის ხა გრანდები იტალია ესპანეთია ჰოლანდიასაც მაგარი გუნდი ყავდათ მაშინ ვაუ დასაუბა მაშინ ვარსკვლავები იყო მაშინ ძალიან მაგარი ინგლისს ეთამაშნენ მაგრამ ეთამაშნენ მაგრამ ინგლისს მაგ ძალიან მაგარი ისე ეგეთი ინგლისი ძო ეგეთი ინგლისი გახსოვს როგორ ეხამდელი ხარ რა არა მაშინ რო იყო აი რო ჩამოვიდა აქ მოიგესოლით მაგარი ინგლისი გასკოინი აბა გასკოინიო ახალგაზრდა ბეკჰემი გასკოინი ბიჭო გასკოინი ძალიან მაგარი ერთადერთი რასაც ვანო კარიერაშიო რომ ეს არ წამოიყვანეო გასკოინიო მანჩესტერშიო უნდა და ეგეთი ტიპები ავასებულა ხო ის მე ჩემპიონთა ლიგის სიმნი ხო არის დაბრედვა რომ დგახარ და ისმენა აი ყველა რას გაიღებდი ხარ შენ უკამზე თამაშე პირველად ლიგაზე არა ჩემპიონთა ლიგაზე არა ბარსელონასთან მაგ ნათამაშები ესპანეთის ჩემპიონატში სან სებასტიანში ზუსტად მონიტორი წავაგეთ და კიევი ბარსელონასთან არა აბა ეს მომატყუეს ლობანოვსკიმ გაუშავა არა ეს დასმატრელსა ეხა შედიო არა სხვაგან იყო ნათამაშები გო კლივერტმა გაგვიტანა ორივე ბურთი გონი ოვერმასმა მიცა ორივე გაუჭირდებოდა ამის მაგარი დებურებს პირველ გადაცემაში გითხარი რას უკეთები დებურები იყო და კარში იცი ვინ იდგა თურქი გახსოვს რუშტუ იდგა შენ გაჯგოს რო გავდა ვისა რაღაცეები ეხატა მგონი ხო აქ რაღაცა უზორები არ გახსოვს 2002 წლის საფრთხეზე ისრაელში რამდენი ხანი იყო ერთ წლამდე ის მაგარი ფუტბოლის თამაშს გარდა ყველაფერს აგეთ არა ბიჭო უყვართ ფეხბურთი ვიცი კალათბურთი და ფეხბურთი მაგრა უყვართ იქ
ისრაელში ძალიან ისრაელს კაი ისტორიები გაქვს მაგრამ არ მოყვები ახლა მაგარია ისრაელი მაგარი იყო გაფრენა არ არის ჩარტერი არ არის ავტობუსით მიდიხარ 40 წუთი 1 საათი მგონი მაქსიმალური ის არის ჩათოლის უსახში თამაშობ მაგათი დერბი არის იერუსალიმის და თელ-ავივის გუნდები მაგარი ის იყო ბოები მანდ კაი ჩემპიონატი ქონდათ მაშინ გამოგაგდეს ხო ხაზიდან არა ბიჭო არა ეხა ისრაელში ვაფშე სარი მაგარი ქვეყანა მაგრამ რა თუ არა მაგარი დაგაგებული შენ რამდენი უკრაინა ის ჩემპიონი უკრაინა ისრაელი საქართველო რუსეთი ხარ არა საქართველო ბომბარდირი ვარ რუსეთი ჩემპიონი არა კაცო ანუ უკრაინა საქართველოს უკრაინა და ისრაელის ჩემპიონი ხო აზერბაიჯანი ისრაელის ჩემპიონი ხო იყავი არა ვერ გავხდით დემე იმ დროს ის ჩაგიყვანეს აბატო ვერ გავიგე არა ჩაგვიყვანეს რა სადაც ჩავდივარ რა ყველგან ჩემპიონი ხვდები და ალანიაში ვიყავი არა მეთქი კაცო ალანიაში ბიჭები იყვნენ ვიცი იყო ალანიაში მერცედესები რო დაულაგეს მა ყაველა იყო კიდე ვინ იყო მართლა მახელა პადიუმები ცხადაზე მართლა მახელა პადიუმები მიცეს მაშინ 80000 და რამე და მერცედესები ეგრე იყო აკაცი ხო მაშინ მერცედესი რა პონტი იყო ის იყო ბოინგი რო გაჩუქონ მერცედესი 600 600 ხო და წეგან კი არა იმ დღეს ამომიგდო ძველი თამაში 97 წელია ჩვენი საქართველოს თასია რა ბათუმის დინამოს რომ მოვგვით რამდენი ხალხი ესწრება დინამოს ძალიან მაშინ ბევრი იყო ხო თან მაშინ სკამები არ არის რაღაცა ლურჯი სკამებია რამდენიმე დამატებული ხო დანარჩენი გზელი ხო და საკაიფოთ ესწრებოდა მაყურებელს 97 წელი დინამო ბათუმი მაგარი გუნდი ყავდა ისე სუ ბათუმს აი ტრადიციულად მაგარი ფეხბურთელები კარგათაც მაგრა აგორებდნენ გონი 1-0 მოგვიტო 2-1 აი ანგარიში არ მახსოვს გონი 1-0 მინიმალური გოგლიჩა გახდა ძირითადი როგორ გონია კი კასია მოისუნთქა ბიჭო კასია იყო ამოსუნთქული გოგლიჩი 0 ედგა და ლოჩოსთან ერთადაც კაი იყო იქ ლოჩო კარგად არის და ბოლოს აღარ კი ეხლა შაბათს ითამაშოს ხო იმან დაასვენა იქ შაბათს ითამაშებს უკვე რა და ვაფშე კაია ეგორი ხა მაგარი ახალგაზრდა ცენტ და დაცვაში ბიჭო დაცვის ხას ცვლის ეხა რა ნელ-ნელა ხო ნუ ეხა უნდა შეცვალოს ნელ-ნელა კი მაგრამ ხა გველეს არ გამოგიდა არა ყავს თან გაიგე არ არის უკვე კაშია დარჩა და ახალგაზრდები გარშემო შემო წყობილები არის რამდენი დაწერა ბიჭო გული გაუსკა კაშიაზე ბოლო თამაშობმა საიდან მოვიტანეთო აი რა გიკვირს ეხა რა მინდა მიკროფონი ბუდუ რა მომიტყნეს კარგი სტრაგი შეჭე გიკვირს ეხა კაშიაზე და არა გააცილეს ტიპი ეგ იმიტომ რომ იქ რაღაცა იმიტომ მაგრამ მიზეზების გამო რატო არის ეხა აი რატო გაიკეთა ისა თანყნაური რატო იმას ხა იქ რატო არიღებს ხმას და მაგიტო აკეთებს მაგე ადამიანიც თუ თამაშობს ძალით ხო არ გააცილება მაგრამ რა გინე ხა თუ თამაშობ იმაზე წლოვანებას რა მნიშვნელობა აქვს 37-ის იქნება თუ 29-ის დღეს მით უმეტეს ეხლა ფორმაში არიან საერთოდ ეგ ასაკობრივი ის მოიშალა რა მოიშალა კი ადრე მანიაკები ხო დაფრინდა ადრე რამდენი იყო დიტო ყველაზე მაქსიმუმი აი ადრე გეუნები მე ხო 30 ხო ალბათ არა 33 თომა როდის არა 35-მდე მაქსიმუმი და მე მიდიოდნენ სადღაც ეხა 39 41 იბრა ისენი მოდრიჩი ბიჭო რავასაკ მაიწია არა და თითქოს პირიქით უნდა იყოს იმიტომ რომ ეკოლოგია უარესდება ის უარესდება მაგრამ ესე იგი მე მგონი ჩვენთან არის ხორვატიის აკეთებს ყველაზე ახალგაზრდა მგონი მოდრიჩი იყო ისტორიაში? არა, ეხა. რა, ბოდიში? რა, ეხლა ახალგაზრდა ჯოხი დადის. რამდენი საათი გაქვთ აქ? რამდენი დღე ვიждეთ? არის ეგ შეზღუდვა არ არის? ვინ უნდა შეგვიზღუდოს? ჩვენია ყველაფერი. დემე, უბრალოდ მაგიდის ფეხბურთის თამაში. აი, თუ არ გაყარე, პაპმა? ვითამაშო. გოგაკა ჩვენები არის. რავი ხა. დიდი მოთამაშე მე არა ვარ, მაგრამ ეს იბრიქება მაგარი ვარო. არა, მაგარი არ მithქვა. მე გადავიღებ. დიდი ბურთით უნდა. იქ რო და ნახე. არა, არის ბურთი ყველაფერი. დიდი თუ პატარი, ჩემ დიმას რო გავიხედე. დიმას ნუ უწევ პასებს, მაღალი და დიდი. არა, თუ გინდა ერთი ვითამაშოთ, მაგრამ ჯერ მინდა რომ კიდე გავისაუბროთ. არა, ვისაუბროთ, მე რაზე მინდა უყურე ხამ? შენ ხა ფედერაციაში ხო ხარ? არა. დროებით უმუშევარი. ხო იყავი? უმუშევარი ხა? დროებით. ხო და მიდი სპონსორებზე იმუშავე პროცენტს მოგცემთ.
მაგარი იქნება, მიდი მართლა დო. ჩვენთან იყავით ანაწამყვანი. არა, დემი უყურე. არა, ფეხბურთის გარეშე რაპორტში ხარდო. ხო, რაღაცა ხენ, ბავშვებთან მიდი რაღაცას ვიზავ. ყველა დადის ესა და მასტერ კლასი და რაღაც დაიარებს სკოლებში და რაღაცა ბავშვებს. და მოდა წამოვყევი ხოლმე. ბაზარი არა, მე მეკარეებს ჩავუტარო. ამის გაზდილია ხო იცი? ამის გაზდილია ხო იცი? რენატ დასაევი. არა, ელი ჩერნოგორიის. ჩერნოგორიის მეკარე ამის გაზდილია. ჩერნოგორიის მეკარე, არა, ეგ ფაბრიკაა ეგეთების და ეგ დასაევი ამან გაზარდა რენატ. ამოვანათოთ კიდევ ერთხელ ის ღმერთო შენ. გაბერილი მეკარე. დემე, ოღონდ მართლა სერიოზულად უნდა კითხო. აი, ქვასავით ხარ მართლა რა? და ნუ წონა გასაგებია რომ ხა ჯანმრთელობის გაიარო იკლებ და. არა, მაგარია. შენი ვარჯიშები ხო მართლა ძალის აზიდოა? ხო და პრესიო. და პრესი. ძირითადად. ეგრე იყო? ძირითადად. შენ კიევის დინამოს ვარჯიშები, აი თოფას გაფიცე მართლა, აი გდომებია რომ აი წავალ ამათი დედაც აი კითხო. როგორ არა საშინელება. ზანზნელი იყო? საშინელება. და ბალა ხო გამოგადგადო. არა, ნუ ხომ არა საშინელება. აქეთ მოიტანე, დაუდგე ამას. გამოადგა. პისის აცმაც უნებს. დემემ ტუჩებს აცმაც უნებდაო და დალიე კაცო. სენიორებო, მოდით აი ჩაგიგთავ რა. ირლანდიურ პაბში 77 ნომერში, კოსტავა 77 ნომერში ნახევარ ფასად დალებთ აი ამას. შედევრს, აი ამას. ეგეთი მაგარია, ხო? მასაში გაშენი. ეხა უნდა რომ აუ მეხუთე ბაკალია. შენ გაქქვებ დიდი დანახმე. კიდე რა თქვი? დანახმა. ეგრე ცდილობ და ჰა უნდა უ. ეგ დემეს ეხა შეშემა შანსი არ არის ჯერ. აბა მე რა დაგიშავე 24 საათი. მაგისთვის აღარ შემგვერდით. რომ აცოცხლო. კარგად რამდენში ხარ? არა ბიჭო ეს. უკვე რა კარგად. ხანდი ვითამაშოთ? მოდია. რა უნდა ითამაშო? მე გინდა თუ რა მეთამაშეო. ვინა წაიყვანს მე და შენ. ავიყვან არა გადაყვებითა შეცემა. 2 წუთი რა აი. წადი მასტერ კლასს ჩაატარე დინამოს მეკარეებს. წადი. დემე რომ დაიწყებს რა თავხედია წავა ბავშვებთან მასტერ კლასს მე მეკარეები ხო? აი ეს აქ პირველად ხედავს ამას ბიჭო რას თამაშობს. ამას და მაცივარში ყინულს ხედავ პირველ დიმამროთ ხო ხო გამეღადავა ბიჭო გადაცემაში. ხო კი იმ ფიგუროსია და ბაკურიაზე ვაკეთე და თორი ვაფშე არ უნახია ტიპს რა. აი და ისე დადგა და ელოვნური გათოვლიანება და 100 მეტრი აი ყინულზე ხედე და ვიყო და ხაბარელი ყავდა და ის კი გადაირია რომ უთხრა ხა აკაი უთო თავის მაგების ეთერში და ეხლა შეჭება მაცივარში ყინული მარტო ნანახი გაჩუმდივეთ კი ვერც თუმარი გააკეთა აი წამო ვითამაშო ამას და მე ნახოთ კიდე გავაგზელებ თუ არა საღამოში ნობისა ჩვენ ვიმყოფებით კოსტავა 77-ში ბილი ბერკ არენა სადაც ეხლა დაიწყება საოცარი მატჩი ძვირფასო ტელემაყურებლებო დერბი დემე კი სიმსივეს წინააღმდეგ ბასკური წესები მარტივია 2 წუთი აქვს მოთამაშეებს 3 2 არა და წაგებული მე ჩემს მიერ ამორჩეულ აი რენდომ ადამიანთან დაიწყოს და აი მაგარი ყლეობები უნდა ელაპარაკოთ მაგას ჩვენ გადავწყვეტ მაგას იზა ნოდა შეიძლება ეს პრობლემა არ არის ნოდა რა ამოარჩევს რესპონდენტს 3 2 წავიდა 2 წუთიანი მატჩი დავიდა დუნჯები და ყველაზე სწრაფი გოლი ბილი ბერკარენას ისტორიაში მეხუთე წამზე დაწინაურდა გიორგი დემეტრაძე 3-2 წავიდა თავიდან და ნოდა იაპირებს დინამოში მასტერ კლასების ჩატარებას მეკარეობაში დემე თავს მიხედე ხედელიძე წავიდა დარტყმა კიდევ დარტყმა 10-0 აი ჯიშეჩება აი მიგებს და მაგარი 3-2-1 წავიდა მაგას ათენებს გოლი ვაგჭებია დარტყმა გარის მერტოებით კიდევ ერთ ეტევა ავტოგოს თუ გაიტანს დემე თორე ეს კარში დარტყმელი არ არის ძალიან დაძაბული თამაშია მეგობრებო სოთა განათების პრობლემაა ძაბვა იმედია მოიმატებს ნახე რა ყიას ავტომატად შეიძლება მოგდეს ნოდა გავდა შეიძლება შესვლა ხო არ გინდა პირველი წუთი იწურება წუთი და 5 წამი რჩება შეხვედრის დასრულებამდე დემეტრაძე იგებს ანგარიში თორე დარტყმა კიდევ ერთი კარის მერტოლე ერთ სენკარში გაიტანეს შეცემა ბარები აი ბიჭო ნოდა რაღაცები დაატრე გაუში მევიქნები მოგეხმარები გაუში მეთამაშება გაუში მოგეხმარები შეცემა მეკარეობაში აუ ჩემს გაუში 40 წამი და გაუში ბიჭო დია ასე თამაშობ ფეხბურთს საქართველოში ჩავიდე ბალე 30 წამი აქვს ნოდარის დრო გადასამით ერთი ყველაფერი დაფარულია და ბურთი ამოიღეს ატრაქცია ამაზე ათენებს 35 წამი დარჩა მატჩის დასრულებამდე ერთი შემთხვევითი გოლი ისეთი როგორც ბრაზილიამ გაუტანა არგენტინას მეგობრებო სამწუხაროდ კარში და
აუ მაგრა შენ იგროკი ხარ მომძრა იგროკია შენ აზია ხარ დაამაყენეთ ხო კარში გითხარი რა მოგძრა დემე არ დაღუ არა სხვა რამე აუ რამე მომძრა რა შოტია 4-ით 1-ია 30 წამია დამატებული 4-ით 1 ნოდარი მარცხდება დარტყმა კიდევ ერთი შენ მოტრიალდი ნოდა ცოტა პლასტიკა მაჩვენე თო მოძრაობა წელში გადასტატეხე ცოტა წელი მიდი ესე რავი მიდი მიდი დაარტყი დემე შენ რა დაუნდობელი ნოდა არა აიღო აი მოდი მოდრო გავი 10 წამი დაღავდა 15 წამი მაინც გავატაინოთ ერთი 5-1 გაია არა მშვენები კარგია გოლ არა დარტყმა ეგარი მარკებაში არა ხარ ნოდა 10 წამი 9 ისივით არის ბიჭო რა 7 6 5 4 3 მოდი 2 მაიცა 1-0 შეხვედრა დასრულებულია არა ბოლოს გავიტანე კიდე გავიდა 5-1 ნოდარები ჩაიჯვა მეწყინა მოდი გენაცვალე პასკური კარში დამაყენეთ კიშები რა გავიშარე არ დააჭირო არა გამარჯობა ბოდიში რა ბევრჯერ მომიწია ზარის გამოშვება გაითიშა ტექნიკური ხარისხი იყო და ნოდარი გაწუხებ ნოდარი ვარ სიმშივე აგერ მეგობრებთან ერთად ვარ ეხლა და ხო გენაცვალე ხო ხართ კარგად მერციშნებით მამი ჯერჯერობით ვერა ისე მაგრამ ოპერაციის მერე ღმერთის მადლობა რა იცოცხლეთ ღმერთმას უჯამთელად გამყოფოთ ხო იცი გვენატრები ყოველთვის და 1-2 თვე ალბათ დამაშნი რეჟიმში ვიქნები რა არა ყველაფერი ხუთიანზე იქნება იმიტომ რომ ლაღი და ხო იცი გულიანი კაცი ხარ ეხლა რაზე გირეკავდი რა მე არც ვიცოდი ეგ ამბები მე არც ვიცოდი ეგ ამბები თორე არ შეგაწუხებდით რა შენი ნომერია ნოდარ არა ჩემი დაჯდა და მეგობრის ტელეფონით გირეკავ ხო გენაცვალე ისმე ის არის ვახთან მე გიორგი დემეტრაძე და ისა ვართ რა ქვია ჩემი ძმაკაცი და გვაინტერესებდა ატყდა რომ ის არისო რა ქვია ეხლა ვართ რიკოთან გაჩერებული და კარგი ხინკალი სად შეიძლება რომ ჭამოთო ატეხილია და არ შეგაწუხებდი ამაზე რა და ვეუბნები რომ აქეთ ქალაქური არიციან მე მიყვარს მოხეული ქალაქური თბილისში უნდა ჭამო მეთქი და ვავიმე რა მერიდება ეხლა რომ არაფერი ხინკალი მაგანი არ არის კოცე რა ის ხო გითხარი არ არის მაკეთ არ არის კაი ხინკალი მეთქი აბა შენ თვითონ ატყდი რომ იმარა დიმაიძახ და ობოლაძე მაკეთ არისო და არ არის მაკეთ კაი ხინკალი ქუთაისისკენ აი ქუთაისკენ რა არის კაი და ისა რა დაკეპილ ხინკალს ვარჩევ მე ყოველთვის თუ გაქვს 2 წუთი აი ვერ დავაჯერე ისეთი ის არის რომ ვერ ქოულეში ბიჭო აიმე აუ რა მათოხლეს ბატონო ჩელე ამიგო უკოკრო ადამიანო ესე იგი ჩვენ ახლა ლაილაის წერთ გადაცემას YouTube-ში და რეზო გენაცვალე და წაგებულმა უნდა დარეკოს ანუ მე არ უნდა ვიცოდე ისეთ ადამიანთან და უცებ ვერ ვიცოდე ვერ ვიცნო ამ საფლახმა ჩელე უცებ კითხავ დემე როგორ პენლებს ურტყავდა ძალიან გაის ვა პირველზე ხა ჩელებაძია ჩელაზე მეგობრ ვერავი ვერ არ ყავდა კაცო ეგ SSR-ში განთქმულია კაცო ჩემს ვერ რომ ვენალცარ დღამდე დემე ნახე ჩემს მე ვინცკენ ჩემს მალესია ფანტია გენაცვალე აბა ჯამთელობა ესე იგი რიკოზე ხინკას არ მოცემია გენაცვალე Vamos! Ezო მადლობა და გელოდებით. კაც ბიჭო ოპერაცია ქონა გაკეთებული. აი გასვარ დავკურებული ისი როგორც კი თამაში. რა ჩათლახი ხარ ძიმა რა? იქ ხელებს რომ ანიშნებ. მე არ მინდა. იქ ჩანს კამერაში. არა მე არ მინდა ეხა უხერხული ამ ხელაკაცზე. ხო რა ვარია. რა უხერხული გადაო. მაგრამ ჯერ არც ვიცოდი ვინ იყო კაცო. იმიტომ რომ ხო და ნახე ახალგაზრდა ხმარო არ იყო. მომერიდა რა. ამას ყლეზე კიდია ეგეთი რაღაცები. ხო მაგრამ მე ხა მომერი და ახალგაზრდა რო არ იყო რა ვარია რეკა. მოიყვანო დემე მოიყვან ხონანო მე. ხო მიყვარს დემე კაცო. გიყვარ და ამას კითხე. გიყვარ ვა. მე არ მინდა რომ დიმამ დასვას წერდა. მე გადმომიყვანეს. კაი ასამანია და გამოუწერე და დავალაიქე ვიდეო. აბა ჰე, შევხვდებით იქეთ მარასკევს, კარგად.